ერთი აქციის დღე იყო, ღამით ვიყავით გარეთ გამოსულები და საკმაოდ ცოტა ადამიანი იყო გამოსული საპროტესტო რეჟიმში და ამ დროს პოლიციელების მხრიდან გავიგე, რომ აი 20 კაცისთვის აქ გავართ და რაღაცა მსგავსი ფრაზები და მაშინ დავფიქრდი ჩვენზე და ჩემზეც, რომ როცა აქტივიზმი დავიწყე, ორი თვეა სახლში არავის უარ, სოფელში მყავს ოჯახი და მათაც ძალიან გაუჭირდათ ამ ყველაფერთან შეგუება, თან გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ საზოგადოების ზეწოლაც საკმაოდ დიდია, იმიტომ რომ აი სტუდენტი, ქალი, როცა ერთვება აქტივიზმში, მაინც სხვანაირი დამოკიდებულებები აქვთ, ერთადერთ გზად და გამოსავლად ვიპოვე კომუნიკაცია მშობლებთან, რადგან ეს არის მე მგონი ყველაზე სწორი დამოკიდებულება, ძალიან მნიშვნელოვანია მშობლების სოლიდარობა, იმიტომ რომ რეალურად ოჯახი არის ერთადერთი გარემო, სადაც თავს უზრუნველად გრძნობ და აი გადამწყვეტი მნიშვნელობის არის მართლაც და ჩემს მშობლებსაც ვესაუბრები ხშირად და სხვა მშობლებსაც ვთხოვ, რომ სტუდენტებს, ახალგაზრდებს მაქსიმალურად დაუდექით გვერდით და მე ვერ წარმომიდგენია ისეთი ოჯახიანი ისეთი მშობელი, რომელიც შვილს სოლიდარობას არ უცხადებდეს, უბრალოდ არის გარკვეული მიზეზები, რომლებიც მათზეც მოქმედებს და ჩვენზეც, თუმცა კომუნიკაციით, ერთიანობით და თანადგომით ყველაფერი დაძლევადია და აუცილებლად ეს ერთიანობა ბოლოს მიგვიყვანს გამარჯვებამდე.